მაღალმთიანობის სტატუსის მენეჯერებისთვის არის 4 კომპონენტი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს დასახლებული პუნქტი. ერთ-ერთი პუნქტი არის მიგრაციული მაჩვენებლები. მე ხშირად მაქვს შეხვედრები სოფლებში მოსახლეობასთან და მოსახლეობას ყოველთვის აწუხებს ის, რომ არ აქვს მაღალმთიანობის სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ მიგრაციული მაჩვენებელი არის მაღალი. თუმცა ოფიციალური მაჩვენებელი სხვა რამეს გვეუბნება. თუ კონდათ ეხლა ამ აღწერის პერიოდში მსგავსი რის საფუძველზეც დაკორექტირდა და რეალურ მოსახლეობის მაჩვენებელთან გათანაბრდა მანამდე არსებული ოფიციალური მაჩვენებელი. ანუ მთლიანობაში მოსახლეობა წუხს, რომ არ აქვს მაღალმთიანობის სტატუსი და ამ ოფიციალური მაჩვენებლებით ვერ შეესაბამება, ანუ ვერ აკმაყოფილებს მიგრაციულ კომპონენტს, მაგრამ მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელი დაცლილია. როგორც მოგიხსენებათ და საერთაშორისო პრაქტიკაც ცხადყოფს, საერთაშორისო მიგრაციის მონაცემებს უზრუნველყოფს საზღვრის კვეთის მონაცემები, რომელსაც ჩვენ რასაკვირველია ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროსთან ვიღებთ შინაგან საქმეთა სამინისტროდან. რაც შეეხება შიდა მოძრაობას, მათ შორის ურბანიზაციას, ქალაქიდან სოფლად, სოფლიდან ქალაქში მოსახლეობის ნაკადებს, ამის განსაზღვრის შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენ მოსახლეობის აღწერა, რომელიც გამოჩნდება ძალიან კარგად ასევე დეტალური შედეგების გამოქვეყნებისას. თუმცა იმასაც გეტყვით, რომ წინასწარი მონაცემები ჩვენ გამოვავლინეთ ის, რომ საკმაოდ მაღალია ურბანიზაციის მაჩვენებელი, დაახლოებით 59% იყო 10 წლის წინ ქალაქის მოსახლეობის რიცხოვნობის შემადგენლობა წილი და დღეს გახლავთ ის 5%-ული პუნქტით, დაახლოებით 64%-მდე გაზრდილი.